15 თებერვალს საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში დამანგრეველმა შტორმმა შეფერხებები გამოიწვია, სამხრეთ-დასავლეთში კი წყალდიდობის საფრთხე შექმნა. ბოლო მონაცემებით საფრანგეთში შტორმ ნილს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ისეთი ქალაქების დეპარტამენტები, როგორებიცაა ჟირონდა და ლოდა-გარონა. ვრცელდება ქალაქ მარმანდის კადრებიც, რომლებშიც ნაჩვენებია წყალდიდობით გამოწვეული ზიანი. ქალაქის ქუჩები დატბორილია, წაქცეულია ხეები. აკვიტანიის ახლომდებარე ქალაქ ლარეოლედან გადაღებულ კადრებში ჩანს წყალდიდობის შედეგად დატბორილი ქუჩები. მაშველები სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. ისინი წყლის მაღალი დონის გამო ნავებით გადაადგილდებიან. ენერგოქსელის ოპერატორმა კომპანია მენედისმა განაცხადა, რომ შტორმის გამო პიკის დროს 900,000-მდე მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 13 თებერვალს დილისთვის დაზარალებულთა დაახლოებით ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურების 3,000-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის 2,100 ტექნიკოსი. საფრანგეთში შტორმი 11 თებერვალს საღამოს გვიან დაიწყო და ქვეყნის დასავლეთ ნაწილს გადაუარა. შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და კორსიკისკენ გადაინაცვლა. მეტეო ფრანსის ცნობით შტორმი, რომელმაც აღმოსავლეთის მიმართულებით ევროპისკენ გადაინაცვლა, უჩვეულოდ ძლიერი იყო. შტორმმა ასევე დააზარალა პორტუგალია და ესპანეთი. ხელისუფლების ცნობით ესპანეთში ერთი ქალი დაიღუპა საწყობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად. უამინდობისას ესპანეთში ათეულობით ადამიანი დაშავდა. პორტუგალიაში კი წყალდიდობის გამო ერთ-ერთი გზატკეცილის ნაწილი ჩაინგრა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირინეს ნახევარკუნძულს რამდენიმე შტორმმა გადაუარა. უხვი ნალექის შედეგად კი წყალდიდობები წარმოიქმნა, რასაც მსხვერპლი ფართომასშტაბიანი ზიანი და ნგრევა მოჰყვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება ზრდის ექსტრემალური ამინდის ხანგრძლივობას, მოვლენების ინტენსივობასა და სიხშირეს.